ეკლესიის არარეგისტრირებული ფორმით ფუნქციონირება არის კანონიერი და ლეგიტიმური. მაშინ რა დგას ამ დავის ამ საქმის უკან რეალურად თქვენი პერსპექტივით? მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ტელემაყურებლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვარსებობდით ლეგიტიმურად უკვე დიდი ხანია ხნის განმავლობაში და არავით არის საფუძველი არ იყო იმისა, რომ ჩვენ ჩავთვლილიყავით ლეგიტიმურად, არალეგიტიმურად, იმიტომ რომ თუნდაც 2005 წლიდან ჩვენ ვართ, ჩვენი ეკლესია არის დამფუძნებელი და აქტიურ თანამშრომლობას აწარმოებს რელიგიათა საბჭოში, რომელიც დაფუძნებულია სახალხო დამცველთან. მაგრამ ეს იყო, ასე ვთქვათ, შეკერილი საქმე, რომელიც შევიდა სასამართლოში ჩვენს წინააღმდეგ და საქმე ის გახლავთ, რომ სანამ სარჩელი შევიდოდა ორი პიროვნება მოსული იყო ჩვენთან ეკლესიაში პირადად ჩემთან და მითხრა რომ თუ ესე იგი ჩვენ არ გავივლით რეგისტრაციას და გარკვეული ასე ვთქვათ წამოყენებული იყო პირობები ეგრეთ წოდებული მორჩილების და ეს ორი პიროვნება აფილირებული იყო რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთან დიახ სახელმწიფო უწყება რომელიც დაარსებული არის პრემიერ-მინისტრთან გვითხრა რომ მაშინ სამლოცველო სახლს წაგართმევთო. ნუ ეხლა არავით არის საფუძველი არ არსებობდა წართმევის, იმიტომ რომ იურიდიული საფუძველი არ იყო ამისი. მაგრამ ჩვენ არ გვეგონა თუ ისინი რაღაც სარჩელს მოიგონებდნენ და ამ სარჩელში ასევე არის დართული ორი ფალსიფიცირებული დოკუმენტი, თითქოს რაღაც ფინანსური ხელშეკრულება და ჩვენ დავამტკიცეთ რომ ეს ხელშეკრულება არის ფალსიფიცირებული და ვიტანეთ საგამომძიებო ორგანოში, მაგრამ უკვე 5 წელი არის და არავითარი რეაგირება არ არის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გარკვეულად რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტო ფარულად არის ჩარეული ამ საქმეში, რომ ჩვენი რეპუტაცია იყოს შელახული. დამორჩილება მოთოკვა ასე უყურებთ ამ პროცესს. იცით რა შეა საქმე ახლა საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ ცოტა რომ მოსულიერდა საქართველო 2005 წელს დაარსდა ეს რელიგიათა საბჭო, რომელიც დემოკრატიული პრინციპების იყო, ყველა რელიგიები შედიოდა მასში და ჩვენ გარკვეული პლატფორმა იყო იმისათვის, რომ გამოგვეხადა ჩვენი ასე ვთქვათ სურვილები თუ გულისტკივილები სახელმწიფოს მიმართ. მაგრამ 2014 წელს დაარსდა რაღაც ახალი ეს რელიგიათა სახელმწიფო სააგენტო, ისე რომ არავინ არ შეგვეკითხა ჩვენ რელიგიებს და მაშინვე მივხვდით რომ რაღაც ისეთი ორგანიზაცია ფუძნდებოდა, რომელსაც სურდა რომ არა რელიგიათა უფლებები დაეცვა, არამედ სახელმწიფოს რაღაც დღის წესრიგით ემოქმედა და რელიგიური ორგანიზაციებიც ამ დღის წესრიგით ჩართულიყვნენ. ნუ თავიდან ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ასე ვთქვათ ცდილობდა რომ არ შესულიყო ამ რელიგიათა საბჭოსთან ურთიერთობაში, მაგრამ ბოლოს მაინც შევიდნენ, იმიტომ რომ რელიგიათა სააგენტო ქმნის პრობლემებს მერე რომ გადაგიწყვეტოს და ამით დამოკიდებული გახდე მასზე. მაგრამ ჩვენ ბოლომდე უარი ვთქვით. არც ახლა არ თანამშრომლობთ მასთან. ფოტოშორის როგორც ისე თქვენ არ ხართ გამონაკლისი. მე არ ვარ გამონაკლისი, დიახ, მაგრამ ბევრი რომელსაც არ უნდოდა თანამშრომლობა, მაინც მოხდა რომ თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი არ თანამშრომლობა მაინც გახდა მიზეზი იმისა, რომ ყოფილიყო ესეთი შეკერილი სარჩელი ჩვენს წინააღმდეგ და რეპუტაცია შელახული. ამ შეკერილ საქმეს თქვენ განიხილავთ როგორც უფრო რაღაც გლობალური და უფრო მასშტაბური პრობლემის ნაწილად, რაზეც საქართველოში ძალიან აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში, რაც გულისხმობს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, ანუ ზოგადად კრიტიკული ხმების გაჩუმებას ქვეყანაში. ხო, ეხლა ჩვენ რო ვხედავთ ამ რელიგიური კუთხით, ხო, ნუ პოლიტიკური სხვა არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს დღეს ვერ ჩამოყალიბდა. ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუციით საქართველოს არის სეკულარული ქვეყანა, სეკულარული სახელმწიფო, მაგრამ როდესაც მაღალი პოლიტიკური პიროვნებები ლაპარაკობენ ისეთ რაღაცას, რომ სახელმწიფოს სიმტკიცე არის ერთ-ერთი რელიგია და ჩვენ სახელმწიფოს მომავალი ამაზე დგას, ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულად ირანული წესრიგი უნდათ, სადაც აითოლა და რელიგია ყველაფერს ასე ვთქვათ საზღვრავს. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების კონტექსტი ეს ყველა მაგიქვარ, რომ სახელმწიფოს უნდა რომ აკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციები და ეკლესიები.
ანუ საქართველოს ვერ ჩამოყალიბდა ირანი ვართ თუ რუსეთი ვართ, სადაც რელიგიები აბსოლუტურად პუტინს ყავს ჯიბეში ჩასმული. ასე რომ ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და ჩვენ ვიბრძვით ამისათვის. სამწუხაროდ რელიგიის საქმეთა სააგენტო არ არის ამ სოფხედველობის და ის პრინციპში თვითონაც ვერ არის გარკვეული რომელიმე. ბოლოს ძალიან მოკლედ მითხარით, თქვენი ეკლესიის წევრები როგორ რეაგირებენ აი ამ პრობლემებს? როდესაც ეს სარჩელი შევიდა სასამართლოში, ეს ფაქტურად ნიშნავდა იმას, რომ კომპრომატები არის პასტორზე, ხელმძღვანელზე, ფინანსური რაღაც გაფლანგებია, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ ყველაფერი ქონდა წესრიგში, ეკლესიის წევრები უფრო შეიკრნენ, უფრო მკვრივი გახდნენ და ჩვენ იმ პოზიციაზე დღეს უფრო მტკიცედ ვდგევართ, ვიდრე ვდგევართ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები და შევძლოთ გამოვხატოთ ჩვენი პოზიციები, როგორც ჩვენ ვთვლით სწორად.